ეხლა რა მოხდა? მამა ჩემი წავიდა საჯაროში, იქ მთელი დღე მუშაობდა, კვირა დღე იყო როგორც გითხარით. კვირა საერთოდ იმ განყოფილებაში და მთლიანად განსაკუთრებით იმ განყოფილებაში ყველას იცნობს დამხვედრი და მომსვლელი, იქ შემთხვევით მკითხველი არ მოხდება. და განსაკუთრებით კვირა დღეს. იქ თან ესე იგი ლია ტოკლიკიშვილი გახლავთ ასეთი ჟურნალისტი, დიდი გამოცდილების, მე მადლიერი ვარ ძალიან ლიასი, რომ გააკეთა ჟურნალისტური გამოძიება 2007 წლის ივნისში. და მაშინვე ეს დაბეჭდილია, როგორ უთვალთვალებდნენ მამაჩემს საჯარო ბიბლიოთეკაში, ვიღაც უცხო, მათთვის არასდროს რო არ უნახავთ საჯაროს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, ყურსასმენებიანი მამაკაცი, რომელსაც არც ერთი წიგნი არ გამოუწერია. და იჯდა ჩუმად საათების განმავლობაში. მამა რო ახლა მთელი ცხოვრება იქ ახლა ნივთებს ჯერ ვინ მოკიდებდა ხელს, საერთოდ არც მოსვლია აზრად. რომ დატოვა თავის სულ ჩანთით დადიოდა მოგეხსენებათ და რომ მოძრაობდა განყოფილებიდან განყოფილებაში სადღაც კოპიო უნდა გადაეღო რაღაცა რომ მოbrunდა ჩანთა ქონდა გახსნილი და ჩანთიდან ქონდა ამოღებული შოკოლადები. ახლა შოკოლადის მოპარვა მე მგონი დიდი არ იქნებოდა სურვილი, მაგრამ ეს ფაქტი მოხდა, არ ვიცი რისთვის, ან შეიძლება რომ აეღელვებინათ, მე ვერ გეტყვით. და მან თვითონ განუცხადა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, რომ ამდენი წელია აქ და ჩემთვის ჩანთა აქ არავის და გაგიჟებულები იყვნენ თვითონ ბიბლიოთეკის თანამშრომლები.